6 თვის იყო რომ ჩემი შვილი როდესაც ექიმების კონსულტაციით ჩვენ დაგვჭირდა თურქეთში მისი გადაყვანა და 6 თვიდან თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ის გადიოდა კონსულტაციას ექიმთან ასე შემდეგ თავის მეუღლესთან ერთად იქ იყო მერწმუნეთ ეს ძალიან სანერვიულო და სარისკო თემაა და მთელი ჩემი ნერვული სისტემა დაინგრა მაშინ ვიდრე 6-დან 9 თვემდე მივედით და აი დაინიშნა კონკრეტული დღე საკაისრო კვეთის ანუ მშობიარობის და საჭირო იყო ის რომ დედამისი ანუ ჩემი მეუღლე იქ ყოფილიყო და სიძესაც და თვითონ ანუსაც უწევდა სადიპლომის გამოსდევის ჩაბარება რომ მეუთხარი მამა შენ მაგაზე არი ნერვიულო კაც მეორე წელს ჩააბარებ რა ეხლა ჯარში ხო არ მიდიხარ სიძე რომ ჩამოსულიყო ამიტომ ჩემი მეუღლე გავუშვი და მეუთხარი აი გამოსდებს ჩააბარებს და ჩვენ ერთად ჩამოვფრინდებით მაგ დროს რომ და ასე შემდეგ დაგეგმილი იყო 10 რიცხვში და 4-ში ღამე მირეკავს მეუღლე რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა მაქვს ბავშვი რაღაცა სულად არის სასწრაფო გამოვიძახე არ მელაპარაკებიან ვერავის ვერაფერს ვერ ვაგებინებ და შეიყვანეს პირდაპირ საავადმყოფოში და მე ვიდექი მაგ დროს მე-10 სართულის აივანზე და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა ხელს აწერინებდნენ შვილი მინდა თუ შვილი თუ რაღაცა და ეგეთი ფაქტების წინაც ვიდექით ასე რომ აბსოლუტური სიგიჟე იყო რა ბევრი ვიქნიე ხელები რომ გავფრენილიყავი მაგრამ ვერ შევძელი ეგ და შუაღამისას როგორ მომახერხე არ ვიცი გადავცვალე ბილეთები როგორაც გავაღვიძე ოჯახებში ავაწრიალე ყველა და ყველაფერი მეორე დღეს გავფრინდი მაგრამ დილის 6 საათზე 7 საათზე გიო გაჩნდა და ჩემო მეუღლემ დამირეკა რომ პატარა ანგელოზი მომიყვანეს ეხლა მაგრამ სულ არ მაინტერესებს ვერ უყურებს და ჩემი შვილი მაინტერესებს და ის პატარა ძალიან პატარა იყო იქ და დააკვდათ იქ რო ჩახვედით ხო აი მე და მამამისი გადავფრინდით და საოცარი შეგრძნებებია მამამ პირველად ნახა თავისი აი ამ ხელა პატარა ბიჭი მე ვნახე ჩემი შვილი და სიგიჟე იყო რომ ჩემი შვილი მაინტერესებდა ყველაზე მეტად რომ